დახვეწილია, გაიზები და მიხდები. რა ისა, ჩემი? ოჰ. რა, გოგო მწარდი. აი, მოჯორები. კარგად. მართლა ცოტა მკაცრია, მაგრამ არა უშავს. გონი ვიპოვე ჩემი ოცნების ჩიპსი. თელიანად შევჭამ თუგინდეთ. ზოგიერთს გემოვნება არ აქვს. გაჩერეთ! მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ჩვენ გავსინჯავთ ყველაზე გემრიელ და ყველაზე უცხო სნეკებს. შემდეგ კი შევაფასებთ. შეგახსენებთ რომ ორი ერთადერთი მეგობარი კომპანია არის Galpi. ავიდეთ ახლა ავარჩიოთ ყველაზე უცხო და ყველაზე გემრიელი სნეკები, კმილეულები, შემდეგ გავსინჯოთ, შევაფასოთ და რა თქმა უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებულებს, ხო? კი, წავედით, დავიწყებთ აი აქედან, იმიტომ რომ აქედან მე არაფერი არ გამისინჯავს და მგონი მას არ გავსინჯავს. პირველ რიგში ვხედავ აი ამას, აი ეს ჟელბონები, ვიცი ეს ჟელბონები და მგონი ის არის მწარე მეთქი კაცო. ჟავი. ავიღებთ კიდევ აი ესეთ წითელს. ეს წესით უფრო შაქრით უნდა იყოს. რის ფორმა აქვს? ვაიმე, ეს არის პირატული ჟელიბონები. ავიღოთ აი ეს ჩუპა-ჩუპსი. შერეულია რამდენიმე ხილის გემო ერთმანეთში. ეს არის ფერების ჩუპა-ჩუპსი და შეიძლება ენა სხვა ფერი გაგვიხართ. კი. ავიღებთ აი ამას და ეს მე მჟავი მგონია და აი ამას ესეც აი მჟავი იქნება. ჩემი აზრით ჯერ მგონი ავიღოთ ყველაფერი რაც მჟავია. ეს მაინტერესებს მგონი ყველაზე მეტად აი ცხოვრებაში არ გამისინჯავს. ეს არის იგივე კამფეტი, რომელიც არის სუპერ მჟავი. ესეც მინი ჩუპა-ჩუპსები. ნახოთ როგორ მოგვეწონება. მოდი ახლა მჟავიდან გადავინაცვლოთ ტკბილზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გავხდებით მგონი და ისეთი ტკბილეული ავარჩიოთ, რომელიც არასდროს არ გაგვისინჯავს და არანაირად არ ვიქნებით მიკერძოებულები და ნამდვილად გამოვავლენთ გამარჯვებულს. კი. და ხდება რა თქმა უნდა დუბაის შოკოლადი, რომელიც არის ყველაზე პოპულარული და ხშირად ვიკომენტარებთ ხოლმე რომ გავსინჯოთ დუბაის შოკოლადი და აუცილებლად დავაგემოვნებთ განცდაში არსებულ დუბაის შოკოლადს. შემდეგი რაც არ გაგვისინჯავს არის ეს Millennium Gold-ი, ჩანს ისეთი შოკოლადი, როგორც ზუსტად მიყვარს მე და რატომღაც მგონია რომ ძალიან მაღალი ქულით შევაფასებ, იმიტომ რომ შიგნით აი აქ ხედავ რომ აქვს თხილეული და მე ძალიან მიყვარს შოკოლადი თხილით. ასევე აი აქ არის აი ეს შოკოლადები, რომლებიც მანაც ძალიან უყვარს. Ritter Sport-ი ქვია და უამრავი გემო გვხდება, მოკლედ Galp Store-ში. მართლაც არ აქვს გასინჯული და მე ვაძლევ პირობას რომ ეს შოკოლადები გახდება მისაყვანელი და ყოველთვის შემეხვეწება ხოლმე რომ წამიყვანი Galp Store-ში და მიყიდე ეს შოკოლადიო. მოდი ახლა რამდენიმე გემოა ვიღოთ და ნახოთ მართლაც როგორ მოეწონება. პირველს ავიღებ აი ამ ქოქოსის, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება. ესეც მე-12. აი ეს არის ჩემი საყვარელი გემო, რომელსაც მართლაც აუცილებლად გავასინჯებ. ესეც ჩვენი მე-13. ავიღებ მესამე გემოს აი ამას. შემიძლია გემრიელი და კარგი იქნება, რა ვიცი, საინტერესოა. უკვე გვაქვს 14 პროდუქტი. ეხლა დავამატოთ, მოდით რა, მე წვენი დასალევი, იმიტომ რომ ხო უნდა მივაყოლოთ. ეს ხო ბავშვობაში ჩემი საყვარელი წვენი, ოღონდ მართლა და აი ძალიან ბევრი წელი არ გამისინჯავს და ფაქტობრივად ახლა უნდა გავსინჯო. შენოდეს მე გამისინჯავს? არა. სხვათა შორის ეს არის ორიგინალი, რომელსაც აქვს შაქარი, ეს არის ორიგინალი, რომელსაც შაქარი არ აქვს. კიდევ ერთი ავე გვაქვს, რომელიც არის ანანასის და ეს არასდროს არ გამისინჯავს და ძალიან მაინტერესებს. ეს ჩვენი 17 პროდუქტი, რეალურად არაფერი არ გამისინჯავს, რაც კი აქ გვაქვს და ძალიან მაინტერესებს ნებისმიერი რამის გემო. მართა მეუბნება დაჟინებით რომ მოგუს წვენების აუცილებლად ავიღოთ. ეს არის მოცვის და მოკლედ მართა მარჩია კიდევ ერთი ყველაზე უცხო გემო, რომელიც ახატია მოგუ ლიჩი ხილის წვენი. ძალიან მიყვარს ესეთები რო აყრია რაღაცეებში. ავიღებთ აი ამ ორ ჩიპს, ეს არის ბეკონის და ეს არის ნივრის და არც მანას და არც მე არ მაქვს გასინჯული და დავაგემოვნოთ. კიდევ ავიღებთ შიკორის, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ეს არის ვაშლის ჭირი, ანუ ეს არის გამხმარი ვაშლი, ანუ ნიგოზია კიდე რა და ძალიან მაინტერესებს. და კიდევ ავიღებთ აი ამ ქლიავის ჭირს და ამით დავასრულებთ. ეხლა კი წავიდეთ და გავსინჯოთ ყველაფერი. ესეც ასე მეგობრებო, მოვედით და ერთი სული გვაქვს, როდის გავსინჯავთ. მოდით დავიწყოთ, მოვალაგოთ ნელ-ნელა. მართლა შენი აზრით რომელი გაიმარჯვებს? არ ვიცი. მოდი დავიწყოთ. ამით. მოდი. აი, მემდემსივითა. კამფეტია. მემდემსი. მემდემსი ეს პროსტა მჟავე რაღაც. არა, ძალიან მჟავე დასწეშა ცოტა გამომჟავ რა. ძალიან კაია. ძალიან გამირია. სკიტლს გავს, ხო იცი? მე ბევრად გამირია. ვაუ, მე დავწერდი 9.5-ს. მე გავსინჯოთ. აი ეს. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში იქნება ტოპ კომენტარები და აუცილებლად ვიდეოს ბოლომდე გვიყურეთ. ოპა. ამას აი უფრო მჟავის სუნი აქვს ახლა. ვაუ.
უფრო მჟავია. აბა. ბევრად. აბა. ძალიან კაია. ეს ცოტა კევისნაირი იყო და ეს არ არის. გონი ეს მირჩევნია მე. ხაშუნებს. ნამდვილ ქოს დაუწერ. 19.500. მე ამას უწერ 9.6. ესე იგი, მოდი ალოე გავსინჯოთ ესე რა, ეს არის შაქრის გარეშე. ეს არის შაქრიც. მოდი ხა შენ თვალები დახუჭე. მე გაგასინჯებ და მაინტერესებს გამოიცნობ თუ არა. პირველ რიგში მე დავაგემოვნებ. ძალიან მაინტერესებს. მიყვარს. არ ვიხედები რომ მე აქეთ ვიყო. ძალიან გაუჭირეთ ემო გამოცნობა, ოღონდ მართლა. ბოთლს არ შეხედო. კარგად. კარგად. დახუჭე? განვხდები უკვე. კაი, მეორე. პირველი არის შაქრის გარეშე, მეორე არის შაქრით. ოჩახ. კაი, მოდი ბარე მესამეც გავსინჯოთ. არასდროს არ გამისინჯავს. ანანასის ალოე. ანანასის მირჩევნია ბევრად ძალიან კაია. იმენა წვენია. ანანასები რო ყრია, ძალიან კაია. ბრავო. ბევრად ჯობია ამას. 10-დან 10 დაუწერდი ამას. მეც. ამებს დაუწერდი 9-ებს. მე 8-ებს. ეს რა გვაქვს? ჩიკორი, ვაშლის, ჩირი და ნიგოზი. ესა ნიგოზი, ესე იგი. ძალიან ჯანსაღია სხვათა შორის. აი რო არ ვიცი რა გინდა და უბრალოდ რაღაც ჯანსაღიცაა და ხო? გასიოთ. იქნებ რამე სხვა ნიგოზი იყოს, რა ვიცი. მე თან წავკითხავ პირველ გამარჯვებულ კომენტარს, შენთან გასინჯე, კაი? პირველი გამარჯვებული კომენტარი ჩვენ დავპოსტეთ, რომ დაგვიწერეთ იდეები ან როგორი ვიდეოები გინდათ რომ გადავიღოთ და ვის კომენტარში ყველაზე მეტი მოწონება ექნება, იმას გადავიღებთ და იმარჯვებს ნანაჩო წივწივაძე 41 ლაიქი აქვს მის კომენტარს. გამარჯობა. ორი ვარიანტი მაქვს. აიღეთ თანაბარი თანხა და შემდეგ ამ თანხით გაატარეთ ერთი ძალიან კარგი დღე, ვინც ბიუჯეტში ჩაეტევა და კარგადაც გაერთობა, ის მოიგებს და მეორე. დაძინეთ შიშები, თუნდაც მანანამ დაძლიოს შიში და კამიკაძეზე დაждდეს ატრაქციონის გარდაც დაძინეთ რამე შიში. მედია მოგეწონებათ ეს კომენტარი. ორივე იდეა ძალიან მომწონს და მგონია რომ გადავიღებთ ორივე ვიდეოს. კი, აუცილებლად დავждები. არ დაი პანიკებს ვაწყობთ, იცით, პატარა ატრაქციონზეც კი, რომ ეხლა შევაფასოთ ჩიკორი. რამდენ ქულას დაუწერდი? 8.5. მე დაუწერდი 9.3, იმიტომ რომ არის ჯანსაღი. და ზენ სუბუქი არა. 900? ეს ამ მაინტერესებს. პირატია ეს? მანანა, ჩონჩხია. მომწონს. მეც. ჩვენ ჯელიბოის გემოაქვს. არა, ძალიან გემრიელი ჟელიბოის გემოაქვს და ძალიან სასიამოვნოა, ძალიან რბილია. მომეწონა მე მაგრამ ჟელიბონია. ტექსტურა ძალიან მომეწონა. 10-დან ვუწერ 9.8 მე პირადად, აი ჟელიბონებში მართლა გამოვარჩევდი. თან მე არ მიყვარს ზემოდან შაქრები და რაღაცეები რო აქვს რაღაც და აი ეს არის ზომიერად ტკბილი, ძალიან კარგი ჟელიბონი. მეც დაუწერდი 9 ქულას. მართლა ცოტა მკაცრია, მაგრამ არა უშავს. მოდით გავსინჯოთ ჩიფსები. მე გავსინჯავ ხახვისას. ხახვის არა? არა, ჟნის? რა არა ჟნის? ხახვია ხატია. იქ ხახვი არა, ნიური. ნიურის, მე გავსინჯავ ნიურის. მე გავსინჯავ ბეკონის. ბეკონი მიყვარს მე ძალიან. ჯარში რომ იმაშვებია მე არ არის სტანდარტული ჩიფსი რა. ეს არის სუხარი, ოღონდ გემოებით. შედარებით ჯანსაღია რა, ჩემი. სული აქვს, კაი საკმაოდ. აბა წავიდა გაუმარჯოს. ოია. თან ჯანსაღია. ო. გონი ვიპოვე ჩემი ოცნების ჩიფსი. ძალიან ოია. მე ძალიან კარგია. ტრიკორეში ძალიან გავს და ძალიან კარგია. ტრიკორეში კაია. მე აკაია. ორივეს თავის მიმართულებით ვუწერ 10 ქულას. ძალიან მომეწონა მართლა, აი, ბრავო. და რომელს გამოვარჩევდი? ალბათ ბეკონს. მეც. ყველა ვიცი რომ ელოდებით დუბაის შოკოლადს. თელიანად შევჭამ თუ გინდათ, აი. მართლა, ეგრე გიყვარს? რამდენჯერ გაქვს გასინჯული? ერთხელ თუ ორჯერ. ესეთი არა, სხვანაირი. ეს არის ბალტში არსებული დუბაის შოკოლადი. უნდა გაგეტეხა მიქ. არის ტრენდი არა. მომიაბა ერთი. ეგრე არ ჩაკვიჩო. ესე უნდა. ნუ კაი, შენ ეგრე ჩაკვიჩო. თუ შენ არ გინდა არც მე. რატო? ინტერ მე შენნაირი ვარ, ორიგინალი ვარ. ზოგა. ნუ იგონა დუბაის შოკოლადი ნეტა. არის, მარტივად მინდა. 10-დან 10 მართლა. შემდეგი. მოცვის მოგუ. გავსინჯავა. მიდი აბა, კომენტარი არ გააკეთო, რომ არ მოვექცე შენი გავლენის ქვეშ რა, არის ბოლომდე სვაო. აი, ჩემი აზრით ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო რაღაცაა. ჩიგით იმ რაღაცები აგდია, რომ მართლა ჭამ და ისე ჩემს მეგობრებს ნახარდები. ეს რისია? ლიჩის არომატი. ხო, შენ გასინჯე პირველი, არა მოიღო არაფერი სახე. სერიოზ? ჩემი აზრით ბავშვებისთვის ძალიან მშვენიერი რაღაცაა რა და დაუწერდი 8.9-ს და 8.5-ს. შენ რა დაუწერდი? მეც ეგრე დაუწერდი. ჩემი საყვარელი შოკოლადები გავსინჯოთ ახლა. პირველი ეს მინდა გავსინჯო მე. გოგოს ძალიან მაინტერესებს აი ეს.
არა რა, აი, უბრალოდ ეს შოკოლადი არის ხო, აი რაღაცა დუბაი შოკოლადი, ხა თავის მიმართულება აქვს, თორე ეს შოკოლადი არის მართლა ძალიან კარგი შოკოლადი. ბაუნზე გემრიელია ბევრად. აი ეს არის გემრიელი შოკოლადი რა. სადა, ძიანი გემრიელი შოკოლადი. მე რა თქმა უნდა, უწერ 10-დან 10. ოპა. ძალიან მაინტერესებს ეს, იმიტომ რომ რაღაც ხელი მგონი ეს ყურძენია. ყურძენია კი. ყურძენი და თხილი. პირობას ვდებ რომ არის უგემრიელესი. რა გავაკეთე მე ხო, იცის თქვენ რომ ბევრ რაღაცაზე მე პირობას არ ვდებ. მაგრამ თუ ვამბობ რომ არის კარგი და გემრიელი, ესე იგი არის კარგი და გემრიელი. ეგ გაგისინჯია? რა თქმა უნდა. სახში ერთხელ არ უჭამია უბრალოდ. ნაკალაო მართლა. მუგზის გემო აქვს, ის მერჩევნია. მართლა? მეც ქოქოსის მერჩევნია მაგალითად. 9.5 დაუწერ ამას. მეც 9.5 უწერ. ეხლა გავსინჯოთ ჩუპა-ჩუპსები, ოღონდ ბჟავე. OMG. მეორე გამარჯვებული კომენტარი მეგობრებო, კეთი მირცხულავა. ძალიან სახალისო, პოზიტიური და მხიარული ადამიანები ხართ. გთხოვთ მომახვედროთ ტოპ კომენტარებში. მანანა და გელა, ძალიან მზრუნველი და ძმა ხართ. ბევრი სახალისო ვიდეო გაქვთ. კეთი ძალიან დიდი მადლობა. ჩვენმა კომენტარმა გაიმარჯვა. გილოცავ, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. მართა თუ ამჩნევს, რომ მართლაც მზრუნველი და ძმა ყავს ვამჩვენებ. და თუ აფასებს ლაფაზებ. და რაში გამოიხატება რომ აფასებს? თავისთვის კარგად გახსნა და ჩემთვის არ იხსნება. გამიხსენი რა, მიდი შენ ხო იცი. მოდით გავსინჯოთ მჟავე ჩუპა-ჩუპსები. ეს არის ლიმონის, ეს არის ვაშლის. მე აქ იმას მოძან. ძალიან მჟავე არაა ჩემთვის სხვა შორის. გემრიელია. არ ჩემიცაა ძალიან მჟავე. ვაია. ხარისხიანია ეთყობა თავის მიმართულებით. არის სუპერი და მე დაუწერდი 9.900-ს. მეც მაგდეს დაუწერ 9.5. შემდეგი, აი ეს ჩიკორი. სხვა შორის მარტო გავში მხდება ხოლმე ეს ჩიკორი და ასევე აი ეს კამფეტებით და მარტო გავში შემხვეძია ეს რა. შიგ მგონი შეიძლება საჩუქარი იყოს? არ ვიცი. მე თანაბას შევჭამ. საჩუქარია კი? ანუ მაგნიტებია და ააწყო უნდა რა და შეიძლება მოიგო რაღაცებიო. უნდა ააწყო ესეთი galaktika. ან საბოლოო ხემსია რა. კი და ჯანსაღია. შავი ქლიავის ჩილი. რაკაა? ძალიან კაია, განსაკუთრებით საუზმეზე. ან სკოლაში რო წაიღებ. კი, ან სკოლისთვის. მე დაუწერდი 9.5-ს. მე დავწერდი 9.5. ძალიან კაია. აი ეს გავსინჯოთ ხლა. შიგ არის აი ესეთი ადამიანები. აი, კაცუნები? ეს კაცუნებია, აქ რო ახატია. აბა გავსინჯო აი ესეც. ძალიან კაია. ძალიან განსხვავებული გემო აქვს, არ ველოდებოდი ასეთ გემოს, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეს მომეწონა ძალიან, ეს ერე. კაი მჟავეა. ეხლა ამას გავსინჯო. ბილია. მე ყველაზე მეტად მომეწონა სამნისფერი. მართლა ძალიან გემრიელი ჟელბონია და მე დაუწერდი 9.7-ს. მეც. ჟელბონ. გავსინჯოთ. ემემდემს მართლა გავს. სკერელზია, მოხსნაირი. ეს საერთოდ არ არის მჟავე. ეს არის უბრალოდ კამფეტები, რომელიც არის ტკბილი და რავი, ანუ გემრიელია. მაგრამ მე ატომად უფრო მჟავეები მომეწონა. მეც. ამას დავწერდი 8.5-ს. მეც 800. კაცრია, კაცრია ბავშვი. ეხლა მოდი, გავასინჯოთ მართას შოკოლადი, რომელსაც აი ვიზუალურად ნახეთ რა დახვეწილია. ხილები აქვს. ძალიან მყურთხელები. მე კიდე აქეთ ნახეთ აი რაღაცნაირი ფოთლები ახატია ნახატებით და ძალიან ლამაზია. Millennium. აი როგორია? ოდნავ დიდებისთვის ალბათ. ძალიან გემრიელია. ცოტა მწარეა. მაგრამ დახვეწილია და არა მწარე. დახვეწილია, გაიზები და მიხვდები. მწარეა. No, ვისაც გაქვს გასინჯული, გთხოვთ დაგვიკომენტარით, არის თუ არა მწარე Millennium-ი. აი ეს გავსინჯოთ. წესით ფერი უნდა შემოსვალოს ენაზე. რა ისა, ჩემი? შავი? ხო, ხით რა შავია? აბა მოდი ახლა ვნახოთ. ბევრი ხანი მიგედეს, ხო იცი? მე ხარ, მონახება. შეცვალა? ანკ, მაქვს, შენ შავი გაქვს. ჩემ მოგეთოს. კაი გაგვიწია კამერა. რამდენ ქულას დაუწერდი? აი ამას. 900. მე 9.5, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და თან ძალიან გასართობია რა. აი მე 9.5, იმიტომ რომ ძალიან კაია მართლა. წავიდა შემდეგი. ეს შოკოლადი. ოჰ, ნახეთ, თავზე არის შავი და მერი არის ნაფერია. ყავისფერი. დაუკვირდი გემოს. რარია? რა არის გოგო მწარე? ძალიან გემრიელია. 10-ად. 1.9. მას ვიზავთ. ზოგიერთს გემოვნება არ აქვს. თუ ორი პროდუქტი დაგვრჩა. ზაიჭყვის ფორმა. რა კაია. ძალიან ის უფრო მომეწონა ამას დაუწერ. ამას დაუწერ 9. და მინი ჩუპები. პატარები. მოჯორები. აი მე რა პატარებია. მე საერთოდ ფეხბურთის ჩუპა-ჩუპსებს ვჭამდი ზუსტად ესეთებს, ოღონ უფრო პატარებს. ძალიან მე გემრიელია. ძალიან მიყვარს. ძალიან გემრიელია. მე დავწერდი 9.900-ს.
აი ამ ჩუპაჩუპს. მეც. მესამე კომენტარის გამარჯვებული არის თეკლა ფარკოსაძე. მართა და ბანანა საუკეთესო იუთუბერები ხართ. შეიძლება არ მოგეწონათ ესეა, მაგრამ შეგიძლიათ გადაიღოთ. ბებოს არ შეუძლია არა თქმა. ძალიან მიყვარხართ წარმატებები. თეკლა ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. გიოცავ შემო კომენტარმა გაიმარჯვა და ძალიან კარგი იდეაა სხვათა შორის და მოეცდებით გადავიდოთ. მოკლედ, ეხლა მე ვიტყვი ჩემ ტოპ 3-ს დღევანდელიდან და რა თქმა უნდა, ეს ჩემი აღმოჩენა, რა თქმა უნდა და ირატას მოამარჯვებინებ რა, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან. აი ეს არის ჩემი ტოპ 3-ეული. ეხლა მართა ისჩევს თავის 3-ეულს და დაგვიწერეთ კომენტარებში, რომლის უფრო მოგეწონათ. პირველი გამარჯვებული ჩემი არის ეს. ძალიან გემრიელია, ძალიან მიყვარს. მეორე ჩემი გამარჯვებული არის ეს. ეგრე მოგეწონა? და მესამე ეს. ეს არის ჩვენი გამარჯვებული პროდუქტები. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომლის გამარჯვებული პროდუქტები უფრო მოგეწონათ და რატომ ჩემი. შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის Galpin და მგონი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა ჩვენთვისაც, თქვენთვისაც. ძალიან გვიყვარხართ. დროებით და დროებით. დროებით. კარგად.